წამები მიშა გამოდის და ამბობს რომ ხო ის წელი რო გამოდის. უბრალოდ წამოწერს რომ გვარამიაო კაცო ბიზნესთან ფინანსდებოდა. გვარამიამ ჩაშალა გაერთიანებაო. გვარამიამ დახურა მთავარიო. ამას წერს, ოღონდ გვარამიას კი არ ასახელებს. გილაურს აბრალებს. კი ბატონო. მე თითლიძე ამას აშიარებს და ამას ამბობს უკვე. ეს პირველი ნაწილია, სადაც უბრალოდ კაცო, მაგრამ ამ გვარამიას შენ პოლიტპატიმარიო, მებრძოლი ერთად ვიბრძვითო და აი ამ გვარამიას ხალხთან ერთად რევოლუციას ხვდავდი 2 კვირის წინ. წინა წელს რომ 200 მილიონი ბიზნესგან აიღო, იმ ხალხთან ჩვენ თანამშრომლობ. უარესი, პალიკო კუბლაშვილმაო ისაო, ნაცმოძრაობა დაშალაო. პალიკო კუბლაშვილი იყო ზურა ჯაფარიძეს იყო, ხო? და რას წერს ანა წითლიძე ამაზე? მიშა ამაზე არ წერს ზურაზე არაფერს. ანტლიძე ამბობს რომ ზურაც უნდა ეხსენებინაო რა. ოღონდო ზურამ გამოსწორდაო და ეგ უკითხვა მაქვს უბრალოდ. წილს კი დავუსვი უბრალოდ რაღაც ისე უბრალოდ აი ვიცი ძველი სენტიმენტების ამბავში მე ანის აი არ ვერჩი დიდი ხანი თავს ვიკავებ. მაგრამ მე სადაც დამავიწყო ზურა თქვა რომ ბიზნეს ფულით ფინანსდებოდა და ბიზნეს პროექტი იყო და ეხა მოინანია. გამოვტოვე ეს ამბავი. და თუ არ უთქვამს წითლიძემ ანუ ეს დააბრალა თავის თანამებრძოლს ან წარმოიდგინე თანამებრძოლი ციხეში ზის ასე ისე და წითლიძე ამბობს რომ ბიზნეს პროექტი იყო პალიკო კუბლაშვილთან ერთად შენ თანამებრძოლს ასე რატომ აბრალებ თუ ასეა და გამოსწორდაო კაცო თავის რიტორიკით ოქცევით გამოსწორდა სად გამოსწორდა სად არის ფაქტი არა ეს ხო თავის თავს სასაცილო რომ გამოსწორდა იმიტომ რომ რა შეცვალა ასეთი მაგრამ კაი კაცო მე ჩემ განსაკუთრებით ზოგადად მომავალ პრეტენზია მაქვს კაცო მაგრამ შენ ხო ამას ამბობ ხოდა მოდი გავერკვიოთ რა შენ თუ ამბობ ბიზნეს პროექტია მიშა თუ ამას ამბობ წითლიძე თუ ამას ამბობ არ მინდა ეს გაარჩიო მეზ მოვა ვახვა ნიაგო მივიდეს საინტერესო ისტორია ჩვენ ჩვენი პარტიის ისტორიას კარგად ვიცი თუ ეს ბიზნეს პროექტი იყო მე მონონიები ასა დაგამიგია ჯაფარას მე ვიჯერა რომ ქოსების აკეთებულია ჯაფარას წასვლად ქოსების დაკვეთა მგონია და ზოგადად პროფესიონალური პარტიების დაშლის მე წითლიძეს ხარეს ვარ ამბობ ვეთანხმები ოღონდ მე არ მინახია რომ ზურამ ეს აღიარა და მოინანია თუ ისე ვაპირებენ ბიზნეს პროექტებით ბიზნესთან ბრძოლას ამას ქართული ხალხი უყურებს და ისინი აი ეს ხალხი რომელიც ასეთ რაღაცებს ერთმანეთს ეუბნებიან გახარია ძლევზე ხართ არ მომბ ერთმანეთს რა აკადრეს უბრალოდ ის ხალხი ერთ წლის წინ კოალიციას ხვდავდნენ ამ ხალხს ხარს უჭერს აკადემიის კოცები რომლებიც deep state-იო გეებიო რაღაცაო და აგერ თელეევროპის დედაუტირეს ერთ წელიწადში ისე რომ არაფერი არ დატოვეს ხალხი ხარს უჭერს აი ინჯინერ შეხედო იმსახურებს ხალხი ამ სიტუაციას ხაიგე ჩვენი მეგონია უბრალოდ აი ესეთი ამოსანა გზელვადიანი რომ რაღაცნაირად დავინახოთ რამდენი ადამიანი აი უბრალოდ დაინახავს ამ ყველაფერს აი ამ რაღაცა ტყუილს ფარისევლობას და უბრალოდ შეიძლება სხვა მიზეზის გამო იხარიყო ჩვენი აუჩელი მაგრამ შემოტრიალდება და მიხვდება რომ რაღაც აი ამ მატყუილს ხარი რა უნდა დაუჭერო